სალამი მეგობრებო, მინდოდა ჩამეწერა ვიდეო პორნოგრაფიის მოხმარებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვაწყდები ინტერნეტში, ჯერ ქართულ სივრცეში, ქართულ ენაზე არ არსებობს ვიდეო ამასთან დაკავშირებით. მაშინ როცა მაგალითად ინგლისურად ან რუსულად არის უამრავი წყარო და უამრავი კვლევა. სამწუხაროდ ქართულად არ გვაქვს. ამიტომ მინდა რომ ჩემი მხრიდან მინდოდა ეს დიდი ხნის მანძილზე რომ ჩამეწერა, რომ იქნებ ვინმეს დაეხმაროს, იქნებ ვიღაცამ ამას სხვა კუთხიდან დააკვირდეს და მიხვდეს, რომ რეალურად აქ ძალიან მძიმე და ძალიან სახიფათო გავლენა ჩვენზე. ესე იგი, დავიწყოთ, მოდით მაშინ მე გავაკეთე ეს პრეზენტაცია, რომ უფრო მარტივად აღიქვათ ციფრები. ძალიან გავრცელებულია გასაგებია, იმიტომ რომ ხელმისაწვდომია, ანონიმურია და ახასიათებს დოპამინის დიდი გამოყოფა, სიამოვნების დიდი, ასე ვთქვათ, ეფექტი აქვს ადამიანის ტვინში. განსაკუთრებით რატომღაც მამაკაცის ტვინში, იმიტომ რომ იძახიან, რომ მამაკაცს აქვს უფრო ვიზუალური აღქმა. ქალით უფრო ემოციებითა და უფრო ესე storytelling-ი უყვარს და წარმოდგენა რაღაც ფაქტების. კაცს ესეც მოწონს და პლუს ძალიან ერთობა, ესე იგი, სურათებით და ამ ვიდეოებით და აი ამ ვიზუალური ეფექტებით მოკლედ რა. და ვხედავთ აქ, რომ სტატისტიკა მოყვანილი, რომ ეს ციფრები ჩემი აზრით ზუსტი რა თქმა უნდა არ იქნება, იმიტომ რომ ჯერტი ზუსტად სულ 1000 ადამიანი გამოგეთქვათ, არ გეტყვის, ვიღაცა მოგატყუებს, ვიღაცა არ მოგატყუებს, მაგრამ ზოგადად ესია, რომ 91% მამაკაცების და 60% ქალების უყურებს პორნოგრაფიას ყოველდღიურად. მე ვფიქრობ, რომ უფრო მაღალი პროცენტია, მაგალითად. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ტვინზე ახდენს ნეირომეცნიერება, ასე ვთქვათ, მეცნიერება, რომელიც გვეუბნება, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მედიკამენტის თუ ქმედების ეფექტს ტვინზე. და აქ არის მოყვანილი, ნახეთ, healthy volunteers, ესე იგი, ჯანმრთელი ადამიანის ტვინის სკანირება და უკვე პორნოგრაფია დამოკიდებული. ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი ნივთიერების შემცირებასთან სიამოვნების სისტემაში მცირდება კავშირები ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია გადაწყვეტილების მიღებაზე. ეს ნეირომეცნიერება გვეუბნება, რომ პორნოგრაფიის მოხმარება ახდენს გავლენას ჩვენს ტვინზე. პირდაპირ გავლენას, პირდაპირ არა მხოლოდ ემოციურ დონეზე და მისთვის, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების დონეზე, არამედ ახდენს გავლენას მატერიალურად, ამას ხედავენ უკვე მეცნიერები რა. ეს დაინახეს 2014 წელს. უკვე შემდეგ სლაიდზე ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ადამიანის დოპამინის სისტემა, რეცეპტორები და დოპამინის აგებულება. პირველზე ვხედავთ ჩვენ ჯანმრთელი ადამიანის დოპამინს, რომელიც არ მოიხმარს ნარკოტიკს, არ არის, ასე ვთქვათ, ლოთი, არ ახასიათებს რაიმე ადიქციური დამოკიდებულებები და მეტი რეცეპტორები აქვს. შესაბამისად, მისი ცხოვრება გაცილებით უფრო მრავალფეროვანია და გაცილებით უფრო სასიამოვნოა. ეს მინდა რომ ძალიან კარგად აღიქვათ. რას გულისხმობთ აქ? თავისთავად ადამიანი, რომელიც არის ნარკოდამოკიდებული, ხო? ან აქვს რაიმე მძიმე ადიქციები, მისთვის მაგალითად სეირნობა ან რაიმე საჭმლის გაკეთება, ხო? იქნება ჯოჯოხეთი. იქნება უსიამოვნო, იქნება ძალიან მძიმე რამე და სპორტზე წასვლა, ხო? ფაქტობრივად ეს არ ხდება. რატო? იმიტომ რომ მისი დოპამინების რაოდენობა არის გაცილებით ნაკლები, უკვე ტვინის ნეირონები იცავს თავს, რო არ გადაიწვას და ამიტომ ამცირებს დოპამინების და რეცეპტორების რაოდენობას. ეს არის მეცნიერული ახსნა. აქ თუ გვაქვს ჩვენ ჯანმრთელი ადამიანის ტვინი, რეცეპტორები პირველ ნაწილში სკრინშოტის. მეორეში ვხედავთ უკვე დამოკიდებული ადამიანის სკრინშოტ, ტვინის რეცეპტორების სკრინშოტს, რაც არის სავალალო დღეში. ამ სლაიდზე მე აღწერილი მაქვს ეს არის, რა თქმა უნდა, ეს ერთეულები არის მიახლოებითი, მაგრამ მიახლოებით აღწერილი მაქვს დოპამინის გამოყოფა ადამიანის სხვადასხვა ქცევებთან დამოკიდებულებაში, ხო? მაგალითად, კითხვაზე გამოიყოფა რაღაც დოპამინი, ხო? სპორტზე, სეირნობაზე, მეტი გამოიყოფა ფასტ-ფუდზე, მეტი გამოიყოფა სიგარეტზე, ალკოჰოლზე, ხო? პორნოგრაფიის ყურებაზე, ნარკოტიკის მოხმარებაზე. ზუსტად მაგით უარი, რომ
უფრო მეტად ადამიანები აი ხა გახედოთ ხო დასვლა ადამიანებს მაგალითად 22-დან 40 წლამდე ადამიანებს დააკვირდეთ გაცილებით მეტი არის მეც უფრო უყვარს ეს ფასტ ფუდი უყვარს ხო უყვარს სკროლინგი პორნოგრაფია როგორც ნახეთ 91% უყურებს ხო ამითაა ნაკარნახევი საბედნიეროდ გვაქვს ეს ტვინის წინა ნაწილი რასაც ვეძახით prefrontal cortex-ი რომელიც გარკვეულწილად ადამიანებს აძლევს იმის საშუალებას რომ დავაკვირდეთ გარემოს და მივხვდეთ რომ მაგალითად ალკოჰოლს თუ ბევრს მოვიხმართ ხო შეიძლება დამოკიდებული გავხდეთ და ძალიან სრულად დასრულდეს ეგ ამბავი ვიცით რომ სიგარეტი არის მავნე ხო ვიცით რომ ჰეროინის მოხმარებით ფატალური შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ფაქტიურად ხდები არასოციალური ადამიანი აი პორნოგრაფიაზე ეგ არის ძალიან გულდასაწყვეტი რომ მაინც დღესდღეობითაც არ არის ამის ადეკვატური აღქმა ანუ ადამიანები მაინც ვერ ხვდებიან ამას მიუხედავად იმისა რომ უკვე ინგლისურ ენოვან სივრცეში მედიაში რუსულ ენოვან სივრცეში ეს უკვე ფაქტიურად ფაქტი არის ფაქტიურად რა ამაზე უკვე ვიტყვი შემდეგ სლაიდებზე რომ უკვე მეცნიერები თანხმდებიან ფაქტიურად იმაზე რომ პორნოგრაფია არის აქვს დამღუპველი შედეგი გრძელვადიანად თუ რა თქმა უნდა მოიხმარ ხშირად იმიტომ რომ თვეში ერთხელ თუ მოიხმარ ნახევარი საათი რა თქმა უნდა ზეგავლენა ნაკლები იქნება ვიდრე ყოველდღიური მოხმარების დროს ყოველდღურად თუ მოიხმარ თუნდაც 1 საათი ხო იქნება ძალიან ცუდი გავლენა აი აქ უკვე ამოღებული მაქვს მე ჩვეულებრივ ფიდბექები სხვადასხვა ფორუმებიდან ChatGPT-ს ვთხოვე რომ შეეჯამებინა და ჩემთვის მოეცა მაგალითად ხედავთ რომ პორნოგრაფიის მოხმარების დროს ტვინის ეგრეთ წოდებული brain fog ნისლი ანუ რას ნიშნავს ანუ კონცენტრაციის უნარი ადამიანს აქვს დაქვეითებული რა ვერ ახდენს ყურადღების მიქცევას რაიმე არ ვიცი მოვლენაზე და მოტივაცია ძალიან აქვს შემცირებული ანუ იზარება დაუშვათ ვაჯიზე წასვლა იზარება მეცადინეობა იზარება რაიმე პროდუქტიული რაღაცის გაკეთება ან ჯანსაღი საქმეების გაკეთება ანუ ფაქტიურად მისი მოტივაცია და კონცენტრაცია არის ძალიან დაცემული რატო იმიტომ რომ ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ამ სლაიდს იმდენად მაღალი კონცენტრაციის დოპამინი გამოიყო მისთვის რომ უკვე აქვს ესეთი შედეგი და ასეთი ტვინისთვის უკვე ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ყოველდღიური ქმედებები არანაირ სიამოვნების მომტანი აღარ არის პირიქით მე ვიტყოდი აქ არის წაიკითხავთ თვითონ ბევრი რამ რასაც ესე იგი ახდენს ეს პორნოგრაფია რაზე ახდენს უარყოფით შედეგს და რა ვიცით რომ ეს პორნოგრაფია ხო აი ესეთი კითხვა ლოგიკური კითხვა ისმევა ძალიან მარტივად როდესაც ადამიანი თავს ესე იგი ანებებს ამ პორნოგრაფიას და წყვეტს მის მოხმარებას ხდება უკეთესი ფოკუსი ენერგია მოტივაცია კონცენტრაცია ყოველდღიური საქმეები და მიზნები საინტერესო და სასიამოვნო ხდება ასევე შეგვიძლია ვთქვათ რომ იზრდება მოტივაცია სამუშაოზე ვარჯიშზე და სოციალურ ცხოვრებაზე ხო ხოლო პორნოგრაფიის მოხმარების დროს კი რეალური პარტნიორის მიმართ ინტერესი შემცირდა და რეალური მოლოდინები. რა თქმა უნდა, ეხლა შენ როდესაც 15 წლის ბიჭი, ხო, ან გოგო ხედავს, არ ვიცი, მე 30 ადამიანს, შიშველ ადამიანს ერთ საათში და ასე ვთქვათ, მასტურბირებს ამაზე და ხსნის უამრავ ტაბს, ხო? ამას ვერ აკეთებდნენ მეფეები და ასე ვთქვათ, ვერავინ ვერ აკეთებდა ჩვენი წინაპრებიდან. ანუ ეს არის ძალიან არაბუნებრივი გამღიზიანებელი, რომელიც ჩვენი ტვინი ევოლუციურადაც არ არის ამისთვის მზად, ხო? ეს შემოვიდა 2006 წელს, ამიტომ ახდენს ძალიან უარყოფით გავლენას. ხდება სოციალური შფოთვა, social anxiety, რასაც ეძახიან, დაბალი თვითშეფასება, სისხლის შეგრძნება. კიდევ ერთხელ ეს შეიძლება არ იყოს 100%, მაგრამ ძალიან დიდ შემთხვევაში მეგობრებო ესეა რა. 90% ადამიანების ვინც ამას ყოველდღურად აკეთებს, ნამდვილად ეს გაცდები ნელ-ნელა, ეს რა თქმა უნდა არ ხდება ერთ დღეში და ორ დღეში, მაგრამ ნელ-ნელა ეს შემოდის და
ცხოვრების ხარისხი, ასაც ეძახიან life quality ძალიან მცირდება და უკვე რაღაცნაირად ინტერესი ამის იკარგება. და აი აქ მინდოდა მეთქვა ბოლო სლაიდზე, მინდოდა მეთქვა და შემდეგ კომენტარს გავაკეთებ შემაჯამებელს. საბედნიერო დღეს უკვე ძალიან სერიოზული მეცნიერების, სერიოზული სოციალური მუშაკები, ვინც აკვირდებიან ადამიანის ქცევებს, აკვირდებიან გავლენას ამა თუ იმ ნივთიერების თუ ამა თუ იმ ქმედების ადამიანის ცხოვრებაზე, უკვე ბევრი მათგანი, უმრავლესობა მე ვიტყოდი, დღეს უკვე თანხმდება. თუ 2006 წელს შემოვიდა ეს სწრაფი ინტერნეტი და პორნოგრაფია და იქ აზრები იყოფოდა და ბევრი ამბობდა, ნუ ჩვეულებრივი ამბავია და ადამიანი ამას ყოველთვის აკეთებდა. დღეს უკვე ისეთი მეცნიერები როგორც ჯორდან პეტერსონი, ხო, ენდი ჰუბერმანი პირდაპირ ამბობენ, რომ ამას აქვს დამღუპველი გავლენა мотиваციაზე, ზოგადად ადამიანის ცხოვრებაზე, ხო, მის გადაწყვეტილების მიღებაზე, ურთიერთობებზე, სექსუალურ ცხოვრებაზე, უკვე ამაზე თანხმდებიან. აქვე მეგობრებო იმას აღვნიშნავ, რომ რა თქმა უნდა ეს კორპორაცია არის ძალიან დიდი, ხო? თუ არ ვცდები ეს პლანეტის ბიუჯეტს ადარებდნენ და იძახდნენ, რომ რა ფულსაც გამოიმუშავებს ეს ინდუსტრია თავისთავად OnlyFans-იც იგულისხმება ამაში, ხო? იგულისხმება ეს ვებკამერები. მოკლედ მათი ბიუჯეტი უტოლდება რიგი ქვეყნების ბიუჯეტს. აი ამ ინდუსტრიის გამომუშავება, ხო? წელიწადში annual income, ანუ შემოსავალი უტოლდება აი ამ ქვეყნების ბიუჯეტს, ხო? ანუ არის რაღაცა არანორმალური შემოსავალი აქვს ამ ინდუსტრიას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, გარკვეულ მეცნიერებს, ეგრეთ წოდებულ მეცნიერებს მე ვიტყოდი, უხდის თანხებს, რომ ცდან ინფორმაცია გააცნონ. თითქოს ეს არაფერია, თითქოს ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და ადამიანი თითქოს მუდმივად ამას აკეთებდა. არა და მარტივად ხედავთ, რომ ადამიანი ამას არასდროს არ აკეთებდა, ხო? არასდროს არ მოიხმარდა პორნოგრაფიას. მასტურბაცია, რა თქმა უნდა, ეს ადამიანს ეს მოყვება, არ ვიცი მე. პირველი საუკუნიდან და მაქამდე ქრისტეს შობის დროს, რა ვიცი მე, ჩვეულებრივი ამბავი იყო. შეგვიძლია დავაკვირდეთ ცხოველებსაც, მაგალითად ადამიანის გენეტიკას და ყველაზე ახლოს რაც არის ბონობო მაიმუნი, ხო? ან შიმპანზეს მაიმუნი, ისინი ჩვეულებრივად მასტურბაციას ეწევიან. ამიტომ კი შეგვიძლია ვთქვა, რომ მასტურბაცია გარკვეულწილად მოსდევს კაცობრიობას და ადამიანს, მაგრამ პორნოგრაფია ნამდვილად არ მოსდევს, ნამდვილად ეს არის ქმედება, რაც მე-20 საუკუნის შემდეგ მოხდა, აი ამ პორნოგრაფია, ესე იგი ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ, კერძო სწრაფი ინტერნეტის, იმიტომ რომ მანამდე dial-up იყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნუ მე ამაზე ორი აზრი არ გამაჩნია, რომ ამას აქვს ძალიან მძიმე და ძალიან დამღუპველი გავლენა, პირდაპირ ვთქვა, ადამიანის ფსიქიკაზე. ეს მინდოდა მეთქვა, მეგობრებო, არ ვიცი, სურს თუ გამოთქვათ და თუ კომენტარები იქნება ამისი, შემიძლია შემდეგი სერია უკვე გადავიღო რაზეა, ანუ რა ქმედებები შეუძლია ადამიანმა გამოვიდეს ამ დამოკიდებულებისგან და ეს დაასრულოს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ არის ძალიან რთული, უკვე თუ ადამიანი ამაზე ზის, ანუ არის უკვე დამოკიდებული, რომ ამას შეიშვას. აი ძალიან რთულია და აი სერიოზული ნებისყოფა და სერიოზული ამბები ჭირდება ადამიანს, რომ ამას თავი დაანებოს რა. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი სტატია და ძალიან ბევრი კვლევა მაქვს ამაზე წაკითხული, რომელიც მუშაობს და რომელიც ადამიანს დაეხმარება. მოკლედ, მადლობა ყველას, ვინც აქამდე მომისმინა. ჩემი პირველი ვიდეოა ფაქტიურად ჩაწერეს YouTube-ზე. მინდოდა რომ აი რაღაც პროდუქტიული გამოკეთები დამგახეთ, იმიტომ რომ მოკლედ ვიცი რომ ეს ახდენს ძალიან მძიმე გავლენას ადამიანებზე და რიგ შემთხვევაში ძალიან უფუჭებს ცხოვრების ხარისხს და კიდევ ერთხელ თუ გამომეხმაურებით ხალხი და იქნება სურვილი, ჩავწერ შემდეგ ეპიზოდს. ერთ ადამიანსაც მაინც თუ მოусმენს და დაეხმარება, უკვე ძალიან გამიხარდება, თუ რაღაცნაირად სხვა პერსპექტივიდან მაინც შეხედავს ამას და მიხვდება, რომ აქ ძალიან
უარყოფითი გავლენა. მადლობა და ნახვამდის.